საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გუშინ კიდევ ერთ წევრ კომპანიას ეწვია BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად დედაქალაქსაც გასცდნენ და გეზი კიკეთის ფერმისკენ აიღეს. ეს არის მულტიფუნქციური დასასვენებელი, ასევე შემეცნებით გასართობის სივრცე, რომელიც კიკეთის ტყის წიაღში 11 ჰექტარ ფართობზე არის გადაჭიმული და სტუმრებს მრავალფეროვან აქტივობებს თავაზობს. სულ ახლა ხანს ფერმას რამდენიმე ახალი სასტუმროც შეემატა, თუმცა როგორც ამბობენ, ეს არ არის ყველაფერი და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვთ. უფრო ვრცლად კიკეთის ფერმის ისტორიასა და კონცეფციაზე, ისევე როგორც ბიზნეს ასოციაციის ვიზიტზე გიყვებით ლიკა მეკუთვნიშვილის სიუჟეტიდან. თბილისიდან კიკეთამდე 30 წუთის გზა. თითქოს არც ისე ბევრი, თუმცა სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ურბანული ქაოსი დედაქალაქს დაუტოვო და დროისა და სივრცის სულ სხვა განზომილებაში აღმოჩნდე იქ, სადაც ქალაქის ხმაური ტყის ჩურჩულში იკარგება და ასე იწყება აქაურობის მთავარი მასპინძლის, კიკეთის ფერმის ისტორიისათვლაც. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მულტიფუნქციური კომპლექსის ამბავი 2022 წლიდან დაიწყო. მიზანიც თავიდანვე მკაფიო ჰქონდათ. შეექმნათ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც თავგადასავლების მაძიებლებს სრულიად განსხვავებულ აგრო და ეკოტურისტულ მიმართულებას აპოვნინებდა. ჩაიფიქრეს და შეასრულეს კიდეც. ბიზნეს მოდელმა გაამართლა, ისევე როგორც განვითარების უწყვეტ გზაზე საიმედო ბიზნეს თანამგზავრის პოვნამ. დაფუძნებიდან მალევე კიკეთის ფერმა საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების წევრი გახდა და როგორც ამბობენ, BAG-სთან პარტნიორობა გზა ფართო, კიდევ უფრო მასშტაბურ და ამბიციურ მიზნებს გაუხსნა. ჩვენი კომპანია უკვე რამოდენიმე წელია რაც BAG-სთან პარტნიორობს და ყველა ნაბიჯზე ძალიან გვიმარტივებს ურთიერთობას, განსაკუთრებით რაღაც გარკვეული სახელმწიფო ბიუროკრატიების მოგვარებაში ყოველთვის ჩვენ გვერდზე დგას და ამისთვის ძალიან კმაყოფილები ვარ, ძალიან წარმატებული პარტნიორობა გვაქვს. ეს ვიზიტიც ერთ-ერთი განსახიერება არის იმ პარტნიორობის, რომელიცაც BAG მუდმივად გვერდზე უდგას იმ შემავალ კომპანიებს, ვინც არიან წევრები და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასეთი ნაყოფიერი პარტნიორობა გვექნება. ეს იყო ტერიტორია, რომელიც თავის დროზე კონკრეტულმა კომპანიამ ადამიანმა აიღეს განსავითარებლად და მაშინ ძალიან ბევრ შეიძლება ეღიმებოდა, რომ აქ რამე შეიძლება გამოვიდეს. თუმცა როგორც ჩანს, როცა შენ გჯერა ძალიან იმისი, რასაც აკეთებ, იქ ყველა ვარიანტში მიიღებ იმ შედეგს, რასაც ჩვენ ვხედავთ. იმიტომ რომ როგორც ჩანს, ადამიანები ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ აქედან ამ ბიზნეს მოდელით, აი ამ მიდგომით, აი ამ ბუნებით მოახდენდნენ ადამიანების მოზიდვას და თქვენ აქ შაბათ-კვირას რომ მოხვიდეთ, ნახავთ რომ არის სავსე ეს ტერიტორია. წლების წინ ბევრისთვის დაუჯერებელი ერთი შეხედვით შეუსრულებელი მისიაც რეალობად აქციეს და კიკეთის ტყის წიაღი ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად აქციეს. მოახერხეს და თანაბრად დააინტერესეს აქაურობით სხვადასხვა თაობის პროფესიის გემოვნებისა თუ ინტერესის ადამიანები. მარანი, თავლა, შემოქმედებითი სახელოსნო, აბანო, რესტორნები, სასტუმროები, გალერეა, იოგას სახლი, ღონისძიებებისა და სამუშაო სივრცეები და არა მხოლოდ. როგორც ამბობენ, აქტივობების ჩამონათვალი კიდევ უფრო ვრცელია და აქედან გაშლილი ჰორიზონტებივით ალბათ ბოლო მასაც არ უჩანს. ფერმა არის ძალიან კარგი სივრცე, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური გაჯანსაღებისთვის. აქ მოსულ ადამიანს შეუძლია რომ შეიმეცნოს, დაისვენოს, განიტვირთოს, ჩაერთოს შემოქმედებით მასტერკლასებში, მიიღოს რაღაც მრავალფეროვანი გამოცდილება. ფერმის მთავარი მიზანია, რომ ადამიანები დავაახლოვოთ ბუნებასთან, შთავაგონოთ, გაუღვიოთ შემოქმედებითი უნარები, გვინდა რომ გაუწიოთ პოპულარიზაცია ქალაქგარეთ დასვენების კულტურას. თითქოს უფრო მარტივად ჩანს ყველაფერი, გაშლილია, მაგრამ ამავდროულად როგორც ნებისმიერი სტუმართმასპინძლობის ბიზნესი არის საკმაოდ რთული სპეციფიკით, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ არის ძალიან ახლოს და ზუსტად ის რაც თავის დროზე ჩვენ გვჯეროდა, რომ არის კარგი, რომ შორს არის. აი ის რომ არის ახლოს გახდა ის ბიზნეს უპირატესობა, კონკრეტული უპირატესობა, რისაც ეს ადგილი ალბათ გამოარჩევს სხვა ჩვენი ასე ვთქვათ მიღებული საკურორტო ადგილებისგან. 1000 ფერით მოელვარე ტყის წიაღში შემოდგომაც თავისებურია. აქაური ღვინოსავით მსუყე, ქარვისფერი ნოტებით სავსე, თუმცა ეს ადგილი კიდევ სხვაგვარად გამორჩეულია. უამრავი სიახლით დატვირთული. მულტიფუნქციურ სივრცეს კიდევ 3 ახალი სასტუმრო შეემატა. ტყეში ჩაფლული ხეზე სახლები და ორსართულიანი სასტუმრო ხიდი. დღეს ფერმის სასტუმროები უკვე 23 ნომერს აერთიანებს და როგორც გვიყვებიან, მათი მრავალფეროვნება, ინდივიდუალური სტილი და ხასიათი ყველა ტიპის სტუმრისთვის მასპინძელია.
ფერმის მრავალფეროვნება აისახება იმაშიც, რომ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი სასტუმრო ნომრები, ხეზისახლები, სასტუმრო ხიდი, ხის კოტეჯი, გვაქვს ასევე საზღვაო კონტეინერისგან შეკრული სასტუმრო ნომერი, ოდასახლები, რომელიც დასავლეთ საქართველოდან არის ჩამოტანილი და ერთგვარი სინთეზი არის თანამედროვე არქიტექტურის და ძველი 19 საუკუნის ქართული ტრადიციული ოდასახლების. მნიშვნელოვანია ის, რომ მათი მრავალფეროვნება თითოეულ სტუმარს აძლევს იმის საშუალებას, რომ იპოვოს სტუმარმა მისთვის საინტერესო დასარჩენის სივრცე. ასევე ჩვენი სტუმრებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე ვმუშაობთ. მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელიც წამოვიწყეთ, არის სიმუშავე ფერმიდან. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ მოხვდნენ საინტერესო გარემოში, განიტვირთონ თბილისის, ასე ვთქვათ, გადატვირთული ტემპისგან და თავისი კორპორატიული გარემო მოიწყონ აქ ამ ბუნებაში. პარალელურად ჩვენ დავიწყეთ 300 კაციანი საღონისძიებო სივრცის გაკეთება, რომელიც შემდეგი სეზონისთვის უკვე სტუმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სათავგადასავლო მრავალფუნქციურ კომპლექსს ჩქარი ტემპით, მხოლოდ წინ განვითარებისკენ აქვს გეზი აღებული. როგორც ამბობენ, სულ მალე ფერმაში გრძელვადიანი მოგზაურებისთვის კიდევ 3 ახალი სასტუმრო გაიხსნება. გაფართოვდება აქტივობების ნუსხაც, თუმცა არც მხოლოდ ეს არის. გვარწმუნებენ, რომ კიკეთის ფერმას წინ კიდევ ბევრი ამბავი აქვს, რომელსაც უკვე მომავალში გვიამბობს.